დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით და დღევანდელ ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით რამოდენიმე სიტყვით შესავალსმეც გავაკეთებ და ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჯერზე ხარდაჭერილი იყო ჩვენი ბიუჯეტი კაპიტალური ტრანსფერით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან და რა თქმა უნდა წელს განსაკუთრებით მაღალი არის ეს ხარდაჭერა, მაგრამ ორმაგაც ასიხარულა, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ზრდის და იმ კონკრეტული წარმატებების კვალდაკვალ ქალაქს აქვს შესაძლებლობა საკუთარი რესურსით გაზარდოს დაახლოებით 54 მილიონიანი ნიშნულით ბიუჯეტი, ესეც შუალედური არის, როგორც აღინიშნა და როგორც აღნიშნეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრ პროექტზე ვმუშაობთ, გვაქვს ინტერაქცია ჩვენს თანამოქალაქეებთან, აქ დასმულ საკითხებთან განსაკუთრებით ოპოზიციის წევრმა დასვა და რო არ ადევნებენ თვალყურს გასაგებია ჩვენს მუშაობას, მაგრამ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებთან გვაქვს ძალიან კარგი და ეფექტური მუშაობის ინსტრუმენტები, შეხვედრა მერთან იქნება ეს, გასვლითი შეხვედრები იქნება ეს, კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულება, ბიუჯეტის განხილვა, თუ ასე შემდეგ და მადლობა მინდა გადაუხადო, რა თქმა უნდა, უმრავლესობის ყველა დეპუტატს და ყველა წევრს, რომელიც თავისი მიმართულებების მიხედვით ჩართულები არიან ამ საჭიროებების წარმოჩენაში, ინტერაქციაში საზოგადოებასთან, თუნდაც კონკრეტული პრობლემატური საკითხის მოტანა, აქ დასმა იქნება ეს თუ სხვა ფორმატში განხილვა, ეს არის გადაწყვეტის ერთი მხარე და ერთი გზა, დანარჩენი ნაწილი არის რესურსები და ის კონკრეტული გადაწყვეტები ტექნიკურად როგორ შეასრულებენ ჩვენი სამსახურები ამ გამოწვევებს. ახლა რიგითობით მივყვები თქვენის ნებართვით დასმულ საკითხებს და ქალბატონ ნატალიას ვეთქვი, რომ ბაღების კუთხით ნათლად არის ასახული, აქ მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ძალისხმევა არის, რა თქმა უნდა, წამყვანი, მაგრამ მადლობა უნდა გადაუხადო ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩვენთან ერთად ჩართული არის საბავშვო ბაღების, როგორც ენერგოეფექტურობის გაზრდის კუთხით, ასევე რეაბილიტაცია მშენებლობის კუთხით. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი ამ ეტაპისათვის მეოთხე ახალი ბაღი იქნება, რომელიც ამოვიწყეთ ჩვენ და მიმდინარე პროცესში არის. ოცნების ქალაქისათვის ვეთანხმები ბატონ ირაკლის და ყველა ვინც აზრი გამოთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული პროექტი, 300 ბავშვზე მეტი შეძლებს მიიღოს იქ სხვადასხვა პერიოდში სკოლამდელი განათლება, ეს იქნება ულტრათანამედროვე ყველა უსაფრთხოებისა და ყველა თანამედროვე სტანდარტით გათვალისწინებული ბაღი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვაჩვენეთ საზოგადოებას, თუ როგორი უნდა იყოს ეს და როგორც აღზრდის და მეთოდიკის კუთხით, გადამზადების კუთხით ჩვენი თანამშრომლების ბაღის ნაწილში, ასევე ბუნებრივია აღჭურვილობითა და ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც, ადაპტირების კუთხითაც ეს ბაღები არის გამორჩეული. და დანარჩენ სამ ბაღთან მიმართებაში ვიტყვით, რომ ერთ-ერთი მათგანი აეროპორტის დასახლებაში უახლოეს პერიოდში დასრულდება, დაახლოებით ერთთვიანი მონაკვეთი დაჭირდება ჩვენი გათვლებით ამ კონკრეტულ კომპანიას, რომელიც იქ სამუშაოებს აწარმოებს. ორი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, როგორც იცით და ივანე მესხის ქუჩაზე თქვენ ნახავთ ალბათ, რომ პრაქტიკულად ქვედა სართული სარდაფი მოწყობილი არის, უკვე მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარე წლის ბოლომდე ამ ბაღის მშენებლობა დასრულდება. კიდევ ერთი საბავშვო ბაღი, ეგრეთ წოდებულ სამრეწველო უბანში, მუსხელიშვილის ქუჩაზე შენდება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან იქ მიმდინარეობს მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მანამდე არ არსებობდა, ასევე სანიაღვრე სისტემების სრული რეაბილიტაცია, ამავდროულად მოეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებული სარეკრეაციო სივრცე, სპორტული მოედნით ყველა ასაკის ადამიანისათვის, სრულად ადაპტირებული და რაც ამ კონკრეტულ დასახლებულ უბანს ჩვენი ქალაქში ერთ-ერთი გამორჩეულ უბნად აქცევს, ისევე როგორც ძალიან ბევრი მიმართულებით ხდება მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები. ბაღების მშენებლობის ნაწილში ასევე ითქვა აქ და ქალბატონმა ნატალიამ ახსენა და უნდა მადლიერება გამოვხატოთ KfW პროექტის ფარგლებში, საგრანტო პროექტის ფარგლებში მიმდინარე 3 ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომელიც მომდევნო წელს სრულად დასრულდება ენერგოეფექტურობის კუთხით და ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე სტანდარტების ტიპის აღდგენითი სამუშაოები, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩატარებულა და 6 საბავშვო ბაღი, რომელსაც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებს საერთო ჯამში დაახლოებით 41 საბავშვო ბაღი უკვე მომდევნო წლის ბოლომდე მოემსახურება ჩვენს ქალაქს და ჩვენი გეგმა არის, რომ ყველა საჭიროება და ყველა მიმართულება იქნეს
ათვისებული ამ მიმართულებით, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ბოლო 5 წლის განმავლობაში 2020 წლიდან რაც მე მოვალეობას ვასრულებდი, მაშინ ბახის სახსაცდელების რაოდენობა იყო დაახლოებით 6300 და აქედან დაახლოებით 1800-მდე მომლოდინეთა სიაში იყო. ბატონი თენგიზი ხელმძღვანელად ჩაუდგა მაშინ ბაღების გაერთიანებას სათავეში და ჩვენ გარდამტეხი როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე გადამზადების შესაბამისი პროცედურები განვახორციელეთ და დღეისათვის უკვე დაახლოებით როგორც გითხარით 37 ბაღი შეძლებს მიმდინარე წლის ბოლომდე 41 დაახლოებით მომდევნო წლის ბოლოსათვის უკვე სრულად აღჭურვილი იქნება და ბავშვების რაოდენობა დღეისათვის დაახლოებით 9600-მდე იქნება მიმდინარე წლის ბოლოს და 10000 გადააჭარბებს პრაქტიკულად გაორმაგებულია და ჩვენ არ გვექნება მომლოდინეთა სია და რეჟიმი ამ ბაღებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ჩვენი თანამოქალაქეების. რაც შეეხება რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის სტეპებთან დაკავშირებით თავს აღარ შეგაწყეთ, ალბათ ყველა ჩვენთაგანი და ჩვენი საზოგადოება უყურებს თუ რა ტემპით მიმდინარეობს იქ მშენებლობა, არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ტურისტულ სეზონს ხელი შეუშალოს ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა მაგნაწილში და ის პირველი 2 წელზე გამოცხადებული ორი კომპანიის მიერ შესაძლებელი სამუშაოები მაისის თვის ბოლომდე სრულად დასრულდება. დანარჩენი ნაწილი ეს იქნება გოგებაშვილის ქუჩა, ეს იქნება რუსთაველის ქუჩის გაგრძელება თუ სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განახლდება დაახლოებით ოქტომბრის თვის შუანახევრის შემდგომ, მაშინ როდესაც უკვე მილევად რეჟიმში იქნება საზღვაო ტურისტული სეზონი და მობილობები ჩვენს ქალაქში როგორც სატრანსპორტო, ასევე საფეხმავლო შევცირდება, ვინაიდან ეს არის პირველი ზოლი ჩვენი სარეკრეაციო სივრცის ბათუმის ბულვარის მიმდებარე და ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ქუჩა ჩვენს ქალაქში. ასევე აქ დაისვა საკითხი საგანგებო სიტუაციების მართვის ესე ვთქვათ დოკუმენტთან ან შესაბამის გეგმასთან დაკავშირებით. ეს საკითხები კარგად არის ორგანიზებული განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქვეშ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი სამსახური, ისევე როგორც ყველა პარალელური უწყება, ეს იქნება სამაშველო, სახანძრო, სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ ასე შემდეგ, ყველა სამედიცინო უწყება, ყველა საჯარო დაწესებულება, რა თქმა უნდა, ჩართული ვართ, მათ აქვთ განსაკუთრებული გეგმები, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში მოქმედებს მათ შორის ჩვენს ქალაქშიც და რა თქმა უნდა ეს გათვლები არის კონკრეტული ჩვენს დონეზე, ესე ვთქვათ ადმინისტრირების დონეზე შეგვიძლია და გვაქვს როგორც სახანძრო ევაკუაციის ნაწილი, ასევე ჩვენი ჩართულობის ნაწილი და სამსახურების ჩართულობის ნაწილი, ესე ვთქვათ, ჩვენი მოსაზრებები მივაწოდოთ მათ, მაგრამ ესენი ინტეგრირებული არიან და ყველა ჯერზე და ყველა შემთხვევაში ეს იქნება უეცარი წყალმოვარდნა, ეს იქნება დიდთოვლობა, ეს იქნება მიწის ზღვრებთან დაიფაროს მიწის ზღვრა თუ სხვა განსაკუთრებული შემთხვევები, რაც ბუნებრივი კატაკლიზმების სახით თანამედროვე მსოფლიოში არის, ეს აუცილებლად უნდა იყოს მართული ყველა შესაბამისი სპეციალური სამსახურის მიერ, ვისაც ძალიან კარგად იცის როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური რესურსების შესახებ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, რა თქმა უნდა, გვაქვს ეს ამოქმედო გეგმა. ბატონი აკაკის შეკითხვებს რაც შეეხება, აქ რა თქმა უნდა, ყველა საკრებულოზე მოსვლის ნაწილში, ისევე როგორც მოქალაქეებთან ინტერაქციის ნაწილს კიდევ ერთხელ მიუბრუნდები, აქვს ჩვენს თანამოქალაქეებს ყველა ის ინსტრუმენტი და შესაძლებლობა, ეს იქნება დაწყებული ჩვენი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატებით, უბრალო დეპუტატებით, სამსახურის ხელმძღვანელებით, მერის ხელმძღვანელი პირები და მათ შორის მუნიციპალიტეტის მერით, რომ სხვადასხვა ფორმატში დასვან შეკითხვა და საკითხი დააყენონ მუნიციპალიტეტის წინაშე და მათი გამოწვევების შესახებ და მიიღონ ადეკვატური რეაგირება, ისევე როგორც კონკრეტული პასუხები, მათ შორის გენერალური გეგმა იხსენა, გენერალური გეგმის შემუშავების პროცედურა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, სამწუხარო არის, რომ დროში საკმაოდ გაიწელა, მაგრამ ეს არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელმაც გრძელვადიანად მინიმუმ 10 წლები უნდა მოემსახუროს ჩვენს თანამოქალაქეებს, ქალაქის განვითარებას აქ, რა თქმა უნდა, მხოლოდ არქიტექტურული, ლანდშაფტური, დიზაინური და სხვა საკითხები არ განიხილება, აქ სოციალურ-ეკონომიკური საკითხებიც მოისაზრება გენერალური გეგმის ნაწილში, არაერთ შეკითხვას გაეცა პასუხი მომზადების პროცესში, ამ ეტაპზეც გეტყვით, რომ შემდგომი ეტაპი არის წარმოდგენილი და ამ ეტაპისათვის რევიზიას გადის შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტში არის შექმნილი, ყველა საკითხი არის აბსოლუტურად ღია და გეგმის ჯგუფიც, რომელიც შეიმუშავებს გეგმას, ყველა საკითხზე, მათ შორის მუნიციპალიტეტის მიერ დასმულ საკითხებზე, პარალელური წყებების მიერ დასმულ საკითხებზე სცემს პასუხს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ როდესაც მივიღებთ გენერალურ გეგმას, ეს იქნება თვალსაჩინო
დოკუმენტი იმისა თუ როგორი უნდა იყოს დოკუმენტი და არა მოვალეობის მოხდის მიზნით, არა ზედაპირული მონაცემები და ამიტომაც არის ასეთი ჩაღრმავება, ამიტომაც არის ასეთი ფართო განხილვა, იმიტომ რომ სხვადასხვა უწყებებს ეძლევა შესაძლებლობა როგორც დაგეგმარების ნაწილში, ასევე წინადადების ნაწილში წარმოადგინოთ წინადადებები ქალაქის მერიაში და შესაბამისად ჩვენ შემდგომ უკვე ეს როგორც შენიშვნების სახით, ასევე შესაბამისი წერილობითი სახით წარუდგინოთ მათ და მოხდეს მათი დამუშავება იმ სპეციალისტების მიერ, ვინც არიან ჩართულები. ასევე იყო საცობების პრობლემასთან დაკავშირებით ბატონი აკაკის შეკითხვა. ჩვენი ქალაქის ზრდა და ის ზრდის ტემპები, რაც ქალაქს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქვს, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში არის რეგიონში და ქვეყანაში ერთ-ერთი სამაგალითო და რა თქმა უნდა, როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილში, ასევე სხვა ნაწილებში ქმნის და განსაკუთრებით სატრანსპორტო ნაწილში გარკვეულ გამოწვევებს ჩვენი სამსახურების მიმართ და რა თქმა უნდა დაგეგმარების ნაწილში და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების საჭიროებების ნაწილში და ყველა საკითხზე ადეკვატურად, ესე რომ ვთქვათ, ყველა სამსახური რეაგირებს ჩვენს თანამოქალაქეებთან ინტერაქციაში, ყველა შესაბამის სამსახურთან ინტერაქციაში. კარგია, რომ ქალაქი იზრდება და ბოლო 30 წლის განმავლობაში განუხრელად მზარდი არის რიცხვი, ყველა სტატისტიკური მონაცემი ამას ადასტურებს და ეს კვლევები თვალხილული არის. კარგია, რომ ქალაქის განვითარების ნაწილში, როგორც ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მიმართულებებით ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი, მაგრამ სატრანსპორტო ნაწილი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმის, ესე რომ ვთქვათ, საჭიროება, რომელიც ამ ქალაქს სჭირდება. ჩვენ ველოდებოდით საკვანძო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, როგორც არის ბათუმის შემოვლითი გზა, თქვენ იცით, რომ მნიშვნელოვან წილად დაახლოებით 40-დან 55%-მდე სატრანსპორტო საშუალებებისას ატარებს ბათუმის შემოვლითი გზა. ამ ეტაპზე, როცა ჯერ კიდევ არ არის, ესე რომ ვთქვათ, ორზოლიანი მიმოსვლა ბათუმი-ქობულეთის ნაწილში და შემოვლითი გზის დანარჩენ პერიმეტრზე, მაშინ ჯერ კიდევ როდესაც სარფამდე არ არის მისული და სრულად არ არის დატვირთული ეს ნაწილი, იცით, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაანონსა მეორე ზოლის მშენებლობა ბათუმიდან ქობულეთიდან ბათუმამდე მონაკვეთში, ისევე როგორც გაყვება ეს ინფრასტრუქტურა შემდგომ უკვე პერიმეტრზე ვიდრე სარფამდე და ეს იქნება მნიშვნელოვანი განტვირთვა და პირველი ამოცანა არის ეს და რა თქმა უნდა თანხმედრი ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სეზონზე მაგალითად შარშან არაერთი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის აჭარის მთავრობის დახმარებით და მთავრობის თავმჯდომარის ასე ვთქვათ ინიციატივით ჩვენ გავხსენით ისეთი საპარკინგო სივრცეები, როგორიც არის ჩვენი ცენტრალური სტადიონის 1000 საპარკინგო ადგილზე გათვლილი სივრცე. შეიქმნა ახალი სივრცეები კერძო სექტორის დაფინანსებით და მათი უშუალო ჩართულობით და ჩვენს გვაქვს მომზადებული დაახლოებით 10-მდე ლოკაცია, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა და საომალოთაც გვექნება კონკრეტული ხედვები და რა თქმა უნდა ის კონკრეტული გამოწვევები, რაც საცხოვრების მიმართულებით და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართულებით არის, ამის შემსუბუქებას ისევე როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტიზაციას, ისევე როგორც მოქალაქეთა გადაადგილების უზრუნველყოფას, არ აქვს მარტო სატრანსპორტო საშუალებებზე არ არის საუბარი, აქ არის ველობილიკებზე საუბარი, აქ არის საფეხმავლო გეგმაზე საუბარი, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული და იმ პროექტზე, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამომავლოდ განვახორციელებდა და კვლევა-საძიებო სამუშაოები ამ წუთებში სამ ეტაპისათვისაც მიმდინარეობს, ისევე როგორც ნაკადების თვლა და ისევე როგორც ქალაქის სამომავლო განვითარების ნაწილში ყველა ის ინფრასტრუქტურული ღონისძიება, რომელიც ჩართული იქნება ამ პროცესში. ასევე ავარიული სახლების პროგრამის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა იხსენა აქ და არ ამგონია, რომ ვინმეს ამ პროგრამის და პროექტის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ჰქონდეს, თუ შესაბამისი დაინტერესება იქნება, მაგრამ როდესაც არც ერთ ბიუჯეტს ხმას არ აძლევს, არც ერთი ბიუჯეტი არ მოგზავნოს, როდესაც არც ერთი ინოვაცია არ მოგზავნოს და დგახარ იმ ხალხის გვერდით, რომლებიც სწორედ ამ კონკრეტული ნომერ პირველი პრიორიტეტის ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის გაუქმებისკენ და ბიუჯეტის ანულირებისკენ იყო მიმართული და მათი დღის წესრიგი დაიწყო ამ კონკრეტული რა ვიცი გადაწყვეტილებებით, რთულია რომ დაინახო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა სამშაბათს
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრაზე მოქალაქეები, მათ შორის დაახლოებით საკითხების 30% ეთმობა ავარიული სახლების პროექტების შესახებ, მათ შორის ინდივიდუალურად კონკრეტულ მისამართებზე, მისაღებ გადაწყვეტილებებს იმ კონკრეტულ თხოვნებს, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვს. ამავდროულად ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური მუდმივ რეჟიმში არის ჩართული ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ბევრია დაინტერესება იცით ჩვენი თანამოქალაქეებისა და ინვესტორი იქნეს მოწვეული და ამ მეთოდით მოხდეს ჩართვა პროგრამაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია დღეისათვის მიღებული გადაწყვეტილებებით კონკრეტულ ციფრებს გეუბნებით დაახლოებით 1300-ზე მეტი ოჯახისათვის უკვე გამაგრებული არის ის საცხოვრებელი სახლები, რომლებიც იყო მოძველებული, რომელიც იყო საფრთხის შემცველი, შესაბამისი დასკვნის, შესაბამისი კატეგორიზაცია ჰქონდა მინიჭებული და ეხლა დღის მდგომარეობით უკვე აგრძელებენ უსაფრთხო გარემოში ეს 1300 ოჯახის ცხოვრებას და ამავდროულად დაახლოებით 700-ზე მეტი ოჯახისათვის ან მიმდინარე არის ესე რომ ვთქვათ გადაწყვეტილება ან კონკრეტული ინვესტორებია დაინტერესებული და მიმდინარეობს კანონთან და არსებულ პროგრამასთან შესაბამისობაში მოქცევა დოკუმენტაციის. ეს რაც შეიძლება მოკლედ დეტალებში რა თქმა უნდა ჩვენ ღიად და მზად ვართ რომ ღიად ვისაუბროთ ამ პროგრამასთან დაკავშირებით. ქაბატონი ნინოს ესე ვთქვათ საკითხი იყო პერსონალურ ასისტენტთან და შესაბამისი საჭიროების მქონე ბავშვების ბაღებში შესაბამისი ასისტენტის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ეს აუცილებელი საჭიროება ბაღების გაერთიანების მიერ დასმული იქნა მუნიციპალიტეტის წინაშე, ვინაიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში ბაღების მიმართებაში მიღებულმა გადაწყვეტილებამ სრულმა ადაპტირებამ და ადაპტაციამ ბაღებისა, რა თქმა უნდა, მოიტანა საჭირო დღის წესრიგში საჭიროება, რასაც პერსონალური ასისტენტი ქვია და სპეციალური გადამზადებული თანამშრომელი ქვია, რა თქმა უნდა, განუხრელად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც ახალი ბაღების მშენებლობასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობების მაქსიმალურად სტანდარტის შესაბამისად არის გათვალისწინებული, იქ იცით, რომ დაწესებულია შესაბამისი რაოდენობა ძიძების, აღზრდელების, ბაღში მომუშავეს პერსონალის კონკრეტული რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც ამ აღზრდელების ნაწილში ამ ბაღებს გააჩნიათ. და სამომავლოდაც ესე იქნება სტანდარტიზაციას გავყვებით ჩვენ მაქსიმალურად, ვინაიდან ყოველწლიურად ასეულობით ჩვენი ბაღის აღსაზრდელი, ბაღის სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანები და მომუშავე ადამიანები ღებულობენ კვალიფიციურ გადამზადების კურსებს, შესაბამის სერტიფიცირებას, რაც ხარისხობრივადაც ზრდის მომსახურების დონეს ამიმართულებით. ეს იყო მე მგონი სრულად რაც დაისვა საკითხები იმაზე პასუხი და ამავდროულად მეც ვიმედოვნებ რომ ხარდაჭერილი იქნება ეს საბიუჯეტო ცვლილება და როგორც ბატონმა თენგიზმა ბრძანა და ისურვა ჩვენი სურვილიც არის და გვაქვს კონკრეტული გეგმა რომ საომალოდ დაახლოებით 2-3 თვეში როდესაც კონკრეტული პროექტები იქნება კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მზად ასევე პროგრამებში არსებული ეკონომიები იქნება, შემოსავლების ნაწილი იქნება გადათვლილი, ჩვენაც გვექნება შესაბამისი წინააღმდეგები უკვე დამუშავებული, უკვე მოსახლეობასთან გავლილი, მოსახლეობის თხოვნების დონეზე, ესე ვთქვათ, დამუშავებული, რომელსაც საბიუჯეტო ცვლილებების სახით წარმოუდგეთ ქალაქის საკრებულოს. მადლობა დიდი.